Naționaluri მოძრაობა ამდენს ბედავს ის რომ სააკაშვილი ჩვენ თიც გვიქნევს და გვეუბნება რომ იმაზე მალე დაბრუნდება ქვეყანაში ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია ეს არის ქართული ოცნების ბრალი და მე ძალიან დიდი წუხილით უნდა ვთქვა რომ ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად აქვს იმის შანსი რომ ეს უსუსური ხელისუფლება მართლაც გააწიოს ხელისუფლებიდან და თავად დაიკავოს ამ ხელისუფლების ადგილი. Რამდენი ხნით რის ფასად ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ ამის შანსი ნამდვილად იზრდება ყოველდღიურად, რაც მე ვხედავ დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობას, ეს არის ფაქტი. Ის რომ პრაქტიკულად უსუსურობას უწოდებ იმას, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური, დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია აკრძალულიყო, ციხეში ჩამჯდარიყო ის ადამიანები, ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვს შადენილი, იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ყოფილიყო კონკრეტული ბრალი, ჩვენ დავინახეთ წელიწადნახევრიანი მცდელობა, უსუსურობა ან მცდელობა ქართული ოცნებისა, რომ გათეთრებულიყო ნაციონალური მოძრაობა და ვხედავ ესე ვთქვათ იმას რომ სააკაშვილს თურმე მოწმის სახით დაკითხავენ ან თუ ვერ დაკითხავენ ზებნას გამოაცხადებენ. ახლა დაკითხვაზე ესეთი ამბავი მოხდა ბრალის დაყენებაზე ალბათ მოსალოდნელი იქნებოდა რომ ცოტა უფრო ხმაური იქნებოდა თუნდაც საერთაშორისო თანამდებობები ნიშნავს ამიტომ ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ არა უკაცრავად ქალბატონთია პირიქით გეტყვით რომ უნდა სწორედ ბრალი წარდგენილიყო ჯერ უნდა წარდგენილიყო ბრალი იმ კონკრეტული ადამიანების მიმართ რომლებსაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ესე ვთქვათ გამამართლებელი განაჩენი კი არ უნდა დამდგარიყო ან უსუსური მტკიცებულებები კი არ უნდა ყოფილიყო არამედ კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ და დღეს ბრალდებულნი და მსჯავრდებულნი როგორც 26 მაისთან დაკავშირებით ასევე კონკრეტულად ვთქვათ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ტრაგედიასთან დაკავშირებით ასევე სხვა თემებთან დაკავშირებით და დღეს გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა სააკაშვილის მიმართ უკვე კონკრეტული ბრალის წარდგენა.